მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, თქვენ უყურებთ და უსმენთ გადაცემას ჩინური პანორამა და დღეს ამ გადაცემას დავიყვან მე, ბორის მანჟუკოვი. დღეს არის ერთ-ერთი წინას ახალწლო გადაცემა, ამიტომ შევეცდებით ყველანაირად ხასიათი და გუნება განწყობა აგიმაღლოთ, დაგაყენოთ წინას ახალწლო განწყობაზე და დღეს ვილაპარაკებთ საკმაოდ კარგ საინტერესო თემაზე, მუსიკაზე, კულტურაზე, შოუ-ბიზნესზე და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ცნობილი ქართული ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე. გამარჯობა ბესო. სამშვიდობისა ბორის, მივესალმები ჩემს მაყურებელს, რადიო მსმენელს და როგორც იტყვიან ხოლმე, მაინც და მაინც სტუმრად არ გზნობ ხოლმე თავს ობიექტივში, იმიტომ რომ მე და ობიექტივს დიდი ხნის ისტორია გვაკავშირებს ერთმანეთთან და მიხარია ხოლმე ყოველთვის ამ რანგში აქ ყოფნა. თუმცა ჩვენს გადაცემაში ბადრი ნაჭყებია საავტორო გადაცემაში, ჩინურ პანორამაში პირველად ხარ, მე მინდა მოვიკითხო ჩვენი გადაცემის ავტორი ბატონი ბადრი და დავიწყოთ ჩვენი საუბარი. ვისაუბროთ მუსიკაზე და პირველ რიგში ტრადიციებზე, იმიტომ რომ საქართველო და ჩინეთი გავს ერთმანეთს, იმით რომ საკმაოდ დიდ პატივს სცემს ტრადიციებს, კულტურას და იმ ტრადიციულ მუსიკას, იმ ტრადიციულ ხელოვნებას, რომელიც ესე იგი საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ქვეყნებში. აი, რა სიტყვი შენ რამდენად მნიშვნელოვანია დღესდღეობით, შენ მით უმეტეს ბესო, საკმაოდ კარგად იცი ის ტრადიციული ქორეოგრაფია, მეგა უკვე აღარ არის მხოლოდ შოუ-ბიზნესის პრემია, ეს არის უკვე ზოგადად სახელოვნებო კულტურის სფეროში და მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი მეგასი არის ქორეოგრაფია, ქორეოგრაფიული განყოფილება, კი და აი რა სიტყვი რამდენად მნიშვნელოვანია კულტურის შენარჩუნება, ტრადიციის შენარჩუნება თანამედროვე მუსიკაში, თანამედროვე კულტურაში. სხვათა შორის იმ თანამედროვე გამოწვევებში, რაც მსოფლიოს უდგას ახლა გლობალიზაციის პერიოდში და 21 საუკუნის 20-იანი წლები მთავრდება ხო ფაქტიურად მეორე ნახევარში გადავდივართ. ხე შესწორად დაიწყე უყურე ჩინეთი რო უდიდესი კულტურის სახელმწიფოა და საუკუნეების სახელმწიფოა და მას თუ შეიძლება თავად დაერქვას ტრადიციების აქამდე მომყვანი ქვეყანა ქვია ჩინეთს. მე რა რო აქ ხა თქვათ არ ის უფრო დიდია გაცილებით ვიდრე საქართველო, მაგრამ საქართველო ამ სოფლიოში და იმ პლანეტაზე, სადაც ჩინეთი არსებობს, არანაკლები კულტურული ტრადიციების მატარებელი ქვეყანა და არანაკლები ისტორია აქვს ქართულ ამ შემთხვევაში თუნდაც სახელოვნებო კულტურას ეს არ არის აუცილებლად მარტო ცეკვა და მარტო ხელოვნება, ზოგადად ბევრი სფეროს მომცველია და ისეთი ტერმინია, რომ შეიცავს იქ მხატვრობასაც, პოეზიასაც, ცეკვასაც, მუსიკასაც და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის, აი გლობალიზაციის პერიოდში ჩინეთმა, ჩინეთზე აღარ მაქვს საუბარი, თავისთავად ეს ლოგიკურია, აქამდე შეინარჩუნა და ახერხებს იმ ტრადიციებზე აღზრდას და მუშაობას თანამედროვეობაში. და ასევია საქართველო, მაგრამ ჩინეთისგან განსხვავებით მეჩვენება, რომ საქართველო უფრო კბილებით იბრძვის საკუთარი ტრადიციების დასაცავად. გასაგები მიზეზების გამო ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ ტერიტორიულად, ჩვენზე ისე გადადიან და გადმოდიან, გეგონება წითელი ხალი ჩავიყოთ, მაგრამ მაინც უძლებთ ამ ყველაფერს და ხა ჩინეთს ვერ გაუბედავენ ამას. ხო, მე აი ვიყავი 4 თვე თითქმის ვიყავი ჩინეთში, ბევრი რამე ვნახე და ახლა ჩვენს მაყურებელს შევთავაზებთ პატარა ერთწუთიან ჩანაწერს, ანუ აბსოლუტურად ყველა ქალაქში, თითქმის ყველა პარკში, თითქმის ყველა ესე იგი ისეთ დასასვენებელ ადგილას ტარდება სისტემატიურად ტარდება ესე იგი თავისი ტრადიციული დრაკონების ცეკვა იქნება იქ ერთ-ერთ რეგიონში, ხო, ცნობილი ჩინური ოპერის წარმოდგენები იდგმება და ეს აბსოლუტურად უფასოდ, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ეგინე ბისმიერ სურვილს ღია ცისქვე შეუძლია მივიდეს და ნახოს. მოდით თხოვოთ ჩვენს რეჟისორს ჩართოს ერთწუთიანი პატარა ვიდეო.
აი ასე ესე იგი სხვადასხვა ქალაქებიდან იყო ესე პატარ-პატარა მონაკვეთები, პატარ-პატარა წარმოდგენები, ესე ყველა ქალაქში ცენტრალურ ტურისტულ ცენტრი იქნება თუ პარკი იქნება თუ სკვერი იქნება, აი ასე ტარდება ღიაცის ქვეშ, ხო ტარდება. ასე. სოციალიზმის ახლა ბორის უყურებდი მან და ჩვენ მაყურებლების გასაგონდაც კულისებში კი და სტუდიაში საუბრობდით, ხა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ჯეკი ჩანის გაცნობა, ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მოდი აღიაროთ მე-20 საუკუნის და განსაკუთრებით ბოლოსკენ კინოინდუსტრია ხელოვნება ეს არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი მით უმეტეს ჩინური კინოინდუსტრია და ის საქმე თუნდაც რასაც ემსახურება მსოფლიოში ცნობილი ჯეკი ჩანი და სულ მქონდა ხოლმე ბავშვობიდან სურვილა თუ ოდესმე ჩინეთში მოხვდები აუცილებლად ჯეკი ჩანს შენ არ ქონია ეს მე ჩვენ ვიყავით კინოფესტივალზე მაგრამ სამწუხაროდ გახსნაზე ვიყავით ჩვენ და გახსნაზე არ იყო მეორე თუ მესამე დღეს იყო ჯეკი ჩანი მისულმა პეკინის კინოფესტივალია ცნობილი კინოფესტივალია მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვნახეთ და მეორე თუ მესამე დღეს იყო მაგრამ მეორე და მესამე დღეს სხვა პროგრამა ქონდა ჩვენ და ლეგენდა ის თავისი ქვეყნის და შექმნა ის ისტორია იმ კულტურისთვის, საკულტურასაც ემსახურება და სხვა შორის ჯეკი ჩანის ფილმებშიც გარდა ვთქვათ იმ საბრძოლო ხელოვნებისა, რაც ჩინეთის კულტურას ისედაც ახასიათებს, ხო ეს საბრძოლო კულტურა ნახე სიტყვათა წყობა როგორია საბრძოლო კულტურა, იქაც კი კულტურა ურევია, აი ჯეკი ჩანი და ფილმები ამას ემსახურება, იქ არ არის ძალადობაზე და რაღაცებზე აგებული საბრძოლო კულტურის ინდუსტრიის ხაზის გამტარებელია თვითონ ეს მსახიობი, კი, საბრძოლო მართლაც ხელოვნებად და აყვანილი დონეზე, ხელოვნების დონეზე, შაოლინის მონასტერში და იქ ვნახეთ იქ სასწაულია და ეს წარმოდგენები დავაკვირდი ხა იქაც მოძრაობებიც კი, აი ქუჩის მსახიობები არიან ალბათ ესენი ხო, რასაც უყურდი იქ მოძრაობებიც კი აი იმ კულტურის ისინი აქვს, აი რამდენიმე მოძრაობა, რაც დავაკვირდი ესე, ეს მათ იმაზე მეტყველებს წარსულის დიდ კულტურაზე. და როგორ ფიქრობ, აი რამდენად კარგი იქნებოდა რომ ჩვენთანაც აი ასე ღიაცის ქვეშ ხშირად ჩატარდეს, თუნდაც ისტორიულ ცენტრში, თუნდაც ძველ თბილისში ვიმყოფებით ჩვენ ახლა. თუნდაც ცხეთაში, რა ვიცი, რატო არა. თუნდაც ცხეთაში, თუნდაც ჩვენს რუსთავში პარკში რატომაც არა. ბორის, ახლა ძალიან საინტერესო შეკითხვა დასვიდა, ცოტა ისეთი რა, დაფიქრება რო გმართებს რომ უპასუხო, მაგრამ უნდა კარგი იქნება თუ ასე არა უნდა ტარდებოდეს ახლა მე ამ წუთშიც კი შენ იცი ჩხორო წყუდან მოვდივარ აი ახლა ამ წუთშიც კი გუშინ ნაძვისხის სამთებო ქონა კოჩანაში იქ და იცი რა რას უყურა აი მეგრული კულტურა ხო ნუ ხო საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე და კახეთს თავის კულტურა აქვს ქართლს თავისი იმერეს თავისი სამეგრელოს კულტურა უყურე ეს იმ კითხვის პასუხია რასაც ახლა მე შენ მისვა უყურე ყველა თავის კულტურას თავის ქალაქში რო წარმოაჩენს ეს იქნება სიმღერა ეს იქნება ცეკვა არ ვიცი მე ლოტბარებიდან დაწყებული ქორეოგრაფები დამთავრებული ეს არის იქ რაც ხდება ახლა რეალურად იმ ჩინეთ სხვანაირადაა კაცო და ჩვენ სხვანაირად და გუშინ უყურებდი წამყვანი ვიყავ იმ ღონისძიების და უყურებდი სცენიდან საზოგადოებას ვინც იყო ხო იქ დაბლა ხო იქ ბანის ბიჭები მუშაობდნენ იქ ვახოტატიშვილი უყურებ და მე ხვდები რომ თქვა მეგრულ სიმღერებს ღერიან იქ დიდოუნანა რო შემოძახეს იქ რაღაც აი ეს კულტურები ხურე ღიაცის ქვეშ ხდება და ნუ გასაგები ხა ახალი წელია და ახალი წლის გამო ეს ინტენსივობა მომატებულია რა თქმა უნდა ყველა ქალაქში საქართველოს მაგრამ ბჭო ნუ იქნება ახალი წელი და ნუ იქნება მაინც და მაინც რა ვიცი მე 3 მარტი და ნუ იქნება ეს 15 აპრილი პირველი ივნისი და რაღაცები ნუ იქნება კვირაში ერთხელ ხო შეიძლება რომ ეს გარდა იმისა რომ კულტურის პოპულარიზაცია დარწმუნებული ვარ ფსიქოლოგიურადაც და ყველანაირად ადამიანების კეთილგანწყობას და დადებით განწყობაზე აისა შექმნის და რაც თავარია ბავშვებს უფრო მეტად დაინტერესებს და სწორ გზაზე დააყენებ ამ ბავშვს აი ამას გადააგდებინებ აი იმიტომ რომ დგანან და ამაზე არის ეს ცალკე პრობლემაა კიდევ რა როცა ეზიარებენ როცა მიუტან შენ ამ დაღეჭირ შენ კულტურას და იქ მოასმენინებ იქ და თვითონ ის ძალიან მარტივი ამბავია გენეტიკურად ადამიანის ორგანიზმი მოწყობ თვითონ იწევს იმას რომ ინტერესი უჩნდება მოусმინოს ყური იმისთვის აქ რომ მოусმინოს თვალებს გაახელს შეხედავს და მე ვთვლი რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არა მხოლოდ ბოდიშს მოვიხდი ახლა ამაზე პაპრაზნიკამ არა ასე არ უნდა ხდებოდეს პირიქით გამოწერილი ჟურნალივით უნდა იყოს ეს ყველაფერი რომ კვირაში ერთხელ ულამაზესი პარკი გვაქვს ჩვენ რუსთავში კი რა თქმა უნდა მთელი ბავშვობა ახლა რა შედარება არ შევადარებ კაცო
ჩემი ბავშვობის დროს რო იყო და ახლა რომ არის იმპაქტი. ულამაზესი გამოფენებია ახლაც კი ცოცხალი ქანდაკებები დგას ძალიან ბევრი რამდენი ღონისძიება ჩატარებული, მაგრამ მეტი დატვირთვა ეგ პარკი გაუძლებს ამდენს 1000 მაგ მეტ დატვირთვას გაუძლებს მუდმივ გამოფენებსაც კი გაუძლებს მუდმივ კულტურულ ღონისძიებებს მუდმივ ის კი არა რომ ვიღაცას მარტო წინა საარჩევნოდ გაახსენდება იქ რომ ქორეოგრაფია არსებობს და რაღაც ფესტივალს ჩაატარებს ისიც იმის გულისხმობს ეს არ შეიძლება რა გაქვს სატრაბახო ერთი საქართველოში მითხარება უცხოელო სტუმარი რო ჩამოგდის ასახვედრებ ქართულ კულტურას სხვადასხვა ნაწილია ქართული კულტურა, ქართული სუფრა, ქართული კულტურა, ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა. ბოლო კოსმოსში რა გაშვებული? ქართული სიმღერა, ჩაკრულო, მორჩა, წერტილი. ანუ შენ სოფლიოში სატრაბახო ქონია რა? შენი წარსული, შენი კულტურა და აი ამ სიამაყით, რასაც ჩვენ კი არა ეთერს გარეთ საუბრობდი და არ ვიცი აჩვენებ თუ არა იმ ვიდეოს ჩინელები და ისინი მღერიან ბავშვები კაცო იმას კი ეს ვიდეო აუცილებლად იქნება ცოტა მოგვიანებით ანამდე მე მინდა ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს კიდე ერთი შემდეგი ვიდეო მანდარი ესე იგი ერთ-ერთი სოფლის დღეობაზე ვიყავით სხვათა შორის და დეკორაციები და მეორე ვიდეო არის გადამულია ერთად რომ აი უბრალოდ მინდა რომ დეკორაციებს მივაქციოთ ყურადღება რა დონეს ესე იგი დეკორაციები კეთდება და გაფორმება და აი ესეთ ღონისძიებას ვთხოვ ჩვენს რეჟისორს გაუშვას პირი. ეს არის მეორე ვიდეო პირველი ესე იგი ერთ-ერთი სოფლის დღეობა იყო და მეორე არის მღვიმეში გაკეთებული ტურისტული ცენტრია ერთ-ერთი ტურისტული ცენტრია მღვიმეა და იქ არის გაკეთებული შიგნით მღვიმეში აი ეს ამხელა დეკორაციები რომელიც დადის აბსოლუტურად ყველაფერი ახლა იქ მაინც და მაინც კარგად არ ჩანს მაგრამ ის სახლები ყველაფერი მოძრაობს ყველაფერი დადის და აი ესეც კარგი იქნება თუ ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას კიდევ მივახცევთ. ეხლა მე შენ ბორის ერთ რამეს უყურე ეხლა ჩვენ ჩინელებს ამ შემთხვევაში შეიძლება მაგ ტექნიკური საშუალებებით ვერ ვაჯობოთ გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ შენ თავში ახსენე რომ მე მიწევს ძალიან ხშირად კონკრეტული ფესტივალების წამყვანის ამპლუაში ყოფნა რაღაც სიუჟეტებზე ჩასვლა ბოლო-ბოლო ჩვენ ერთად ვიცით ეგ ამბები და აი მაგალითად სოფელი ახსენე ხა შინური სოფელი ხა შინური სოფელი შეიძლება ჩვენი მთელი საქართველოს ხელა იყოს და 3 მილიონი კაცი ცხოვრობს მაგრამ უყურე ბერჯერ ყოფილა მე მაგალითად ფოთში ბერჯერ ყოფილა იმაში რა ქვია ზუგდიდში თელავში კახეთის ნებისმიერ სხვადასხვა ამით რისკმა მინიცი ასეთ ფესტივალებზე ადგილობრივ ფესტივალებზე ადგილობრივ ღონისძიებებზე ადგილობრივ კულტურულ ღონისძიებებზე სადაც ხდება მსგავსი რაღაცეები ადგილობრივი ადამიანები გამოდიან და ეგ კი არა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ღმერთო გამახსენეთ რა რქვებს აბედათი აი ესეთი სახელი ქვია ულამაზესი სოფელია ისეთი გრანდიოზული ფესტივალი ჩავატარეთ მარტო აბედათელები კი არა მთელი ის იქ იყო რა ქვია რაიონი და ანუ რისკმა მინდა იცი მაგრამ ეს არის წელიწადში ერთხელ თუ გააკეთე მადლობა უნდა თქვა ეხლა ბევრი ადამიანია ჩართული ხოლმე ამ ღონისძიებაში მაგრამ აქ ეხლა ეს პერიოდულია კვირაში ერთხელ კი აი მღვიმეში მაგალითად დღეში 3ჯერ თუ 4ჯერ ტარდება ტურისტებისთვის იმენა ტურისტები ნაკადიოდეს უნდა ნახოს ეს გამოსვლა აი ხა ხაშურში რო ჩატარდეს კვირაში ერთხელ მსგავსი ტიპის ღონისძიება ქუჩაში რა უშლის ეს
იქ მშვენიერი შადრევანი გვაქვს ხაშურში, შადრევანი ცნობილია, პირველი მომღერალი შადრევანი, არავინ არ დაიტრაბა ხო თურქეთში რო ვიყავი, სტამბულში თქვეს, აი ჩვენი პირველი შადრევანი, ბიჭო, მე თქვი თქვენ სად იყავით ხაშურში რო ქონა ჩვენ შადრევანი, სადაც ბესო კალანდაძის ტირიფებს უკრავდნენ მე თქვი და იმაზეც ეკავდო და გაგიჟდნენ მართლა და კი მე თქვი მართლა. ანუ ტერიტორიები ყველგან მოიძებნება, სურვილია მთავარი. Ну, მსგავსი ტიპის უფრო აქ შენ საუბარი გაქვს პერიოდულობის გაზრდაზე რო ტარდება, ეხლა ეგ ისედაც ცხადია წელიწადში ერთხელ. უფრო დიდ ვიზუალურ ეფექტზე რა. იცი რა, ალბათ მოქმედებს მე შრომის უნარიანობის გაზრდაზე, ადამიანებში უფრო მეტი პოზიტივის ჩანერგვაზე, ყველაფერი. კულტურა მაგას ემსახურება, ხო? უმინგრევას ემსახურება და კულტურა ემსახურება მაგის პირიქით, საპირისპიროს იმედის ჩანერგვას და სულიერი სიძლიერეს და აბა ეხა კარგი საქმე როა, იმიტომაც უნდა ჭკვიანები არიან ჩინელები, იმიტომაც აკეთებენ ესე კვირაში ორჯერ ღონისძიებებს. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ალბათ დროა თუ დაგვიანებულიც არა, რომ რაღაცა მიდგომები შეიცვალოს, რამდენი ხელისუფლება გავიარეთ, ხო? რა ვიცი, მე შევარდნაძის დროიდან დაწყე და კომუნისტები მე რაც მახსოვს, ახლა 50 წლის ვარ და ერთ კომუნისტებიდან დაწყებული, ხო? პრიორიტეტი არასოდეს კულტურა არ ყოფილა სამწუხაროდ. როცა კიდევ ერთხელ განმეორდები, შენ ქვეყანას პირველი პრიორიტეტი უცხოელის თვალში აქვს კულტურა. მეტი არაფერი. ნამდვილად მასია და გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი და მინდა ახლა ჩვენ ვთქვით რომ ესე იგი ეს ტრადიცია დღემდე არის შენარჩუნებული ჩინურ კულტურას თანამედროვე შოუ ბიზნესშიც კი მე ახლა განზრახ არ გავუშვებ ამ ვიდეოს არ მომამზადე ეს ვიდეო იმიტომ რომ ეროვნულ მოტივებზე ძალიან ბევრი ცნობილი დღესდღეობით ჩინეთში მომღერალი აკეთებს როგორც ჩვენთან აკეთებენ ძალიან ბევრი ადამიანი მომღერალი ჩვენი აკეთებს სიმღერას ეს ჩინეთშიც არის, მაგრამ შოუ ბიზნესს რაც შეეხება, ჩინეთმა შექმნა, ესე იგი, პოპში თავისი სტილი სიპოპი ქვია, ხო? კაცო ის რო ყავდა ცნობილი ეხავთ, რო გახიტდა მთელი მსოფლიო რომ მაგას იმაზე ეგ თუ ჩინური არ არის, შეიძლება მეშლება განგამ სტაილი კორეელი. ეს K-pop-ი იყო და K-pop-ი ახალაც არის პოპულარული. ხო, და ჩინური პარალელურად არსებობს ესეთი ესე იგი სიპოპი, მე მინდა ვთქვა პარალელურ რეჟიმში გავუშვათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩვენ ხმას არ გავთიშავთ საავტორო უფლებების და გამო და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი ჩინურ აი ამ მიმართულებაში, რომელიც არის ერთ-ერთი მოძინავე ეს ვისი კადრები ეს ადამიანი კი ეს ადამიანი ჟოუშენი ქვია და ჟოუშენი რაც ხესია ქალბატონი არა მამაკაცია და ასებს სტადიონებს აი ამ თავის სიმღერებით ბევრი საკმაოდ ბევრი ადამიანი ეს თანამედროვე ჩინური პოპის წარმომადგენელი თანამედროვე ჩინური პოპია ჩვეულებრივად თანამედროვე ჩინური პოპია ნახე შეხედე ეს ახლა ნამდვილია თუ ხელოვნური ინტელექტი არა ხელოვნური ინტელექტზე ვისაუბრებთ მე ვაჩვენებ ეს კადრები რა არის ხელოვნური ეს არის ჩვეულებრივ სტადიონზე არის ლაივ გამოსვლა ლაივში სტადიონზე პეკინში არის ჩატარებული კონცერტი ოლიმპიურ სტადიონზე პეკინში გავსებულია სტადიონი აი ამ ადამიანის ფანებით ყველაზე ცნობილი მილიონობით გაუნწერი ყავს ახლა YouTube-ზე სამწუხაროდ იმდენად არ არის ჩინეთი წარმოდგენილი ვინაიდან და რადგანაც თავიანთი სოციალური ქსელებია. ხო ჩინეთში. კი, TikTok-იც TikTok-ი გასაგებია, მაგრამ TikTok-ი თავიანთი აქვს, ანუ გლობალური TikTok-ი რეალურად იქ არ მუშაობს. ეს ჩვენ რაც აგვაქვს ის ჩვენ იქ არ მუშაობს. იქ არის თავიანთი TikTok-ი, Douyin-ი ქვია, თავიანთი YouTube-ი აქვს და აი მილიონობით ადამიანი არის მაგის ესე იგი ამ ადამიანის ჟოუშენის გამომწერი და ძალიან ბევრი ადამიანი ავსებს. ეს მისი სოლო კონცერტია. ეს მისი სოლო კონცერტია, რომელიც ჩატარდა შარშან თვარცდები, აი პეკინის ოლიმპიურ სტადიონზე. ჩვეულებრივად ეს უდიდესი კულტურის ქვეყანა მიუყვება თანამედროვე გაგებითაც, თანამედროვე პოპსა კულტურასაც. კი, რა თქმა უნდა, მე კლუბებს არ ვაჩვენებ, ახლა კლუბებიც ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში ღამის კლუბები, დისკო კლუბები ამით იმის გვაგინა რომ ტრადიციებთან ერთად ზუსტად რომ მიდის წინ ხო და მე რისკენ მინდა ესე იგი ჩვენ რაზე რომ ვისაუბროთ რომ აი შენ როგორ ფიქრობ პარალელი რომ გავავლოთ აი ამ სიპოპთან და აი თუნდაც საქართველოში გვაქვს რამე მსგავსი თანამედროვე ქართული
როგორც K-pop-ი კორეაში, როგორც C-pop-ი ჩინეთში, ესეთი რამე გვაქვს. აი, რა ვიცი, რა გითხრა ბორიც, მე ხა ასეთ დონეზე რო საუბარი არ არის, ხა რა დონესაც იქხედოთ, მაგრამ ჩვენი მასშტაბების დონეზე შეიძლება გქონდეს. აი, ხა უყურე მასშტაბებში რას გულისხმობ, ვიცი, მე მაგალითად გავსებული სტადიონები და გავსებული სპორტის სასახლეების თემაზე ვისაუბრებ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხა სადაც 2000-იანების დასაწყისში 90-იანი. ახლაც შეიძლება, აი, ვიცი რა, შეიძლება არ ეტევოდეს იქ 10000 კაცი როგორც აქ ეტევას 20000 და 50000, მაგრამ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 2500 ადამიანი ეტევა მაგალითად. სადღაც რომელიღაც კონკრეტულ ღია კლუბის ღია სივრცეში, აი ბაღებში ჩაგვიტარები ახლა ჩვენ მაგალითად 10000 კაცი შეკრებილია იქ სტადიონებზეც კი აი მაგალითად ავიღოთ იგივე წურწუმიას კონცერტი გაკეთებულა და საკმაოდ ისეთი წარმომადგენლობითი მაყურებელი ყოლია. არის ძალიან ბევრი არის, მაგრამ მასშტაბებზე აქ ლაპარაკი რა რეალურად რო ვისაუბროთ, გვაქვს, როგორ არა გვაქვს გავს, მაგრამ გასაგებია რომ იმ მასშტაბებით ვერასოდეს ვერ ვიქნებით რა მასშტაბებითაც ანუ გვაქვს მუსიკაში რაღაცა ესეთი მიმართულება ცალკე აი შეგვიძლია ვთქვათ რომ ქალაქური სიმღერები ერთ-ერთი ნუ გასაგებია რომ ის საბჭოთა კავშირის დროს რაღაც უფრო მეტწილად შეიქმნა ხო ეს მიმართულება რაღაც უფრო პოპულარული გახდა და მე ქალაქური ეხა უყურე ხშირ შემთხვევაში ბორის ქალაქურ სიმღერებსა და ეგრეთ წოდებულ რესტორნის სიმღერებს ხალხი ვერასხვავებს ერთმანეთსგან რატომღაც აკავშირებენ ხოლმე ეს ძალიან ცუდი ის კი არა ხა შეურაცხყოფელი კი არ არის ეს რესტორანს რომ მომხრას ქვია შენ არ დადიხარ მე არ დავდივარ არ ვიცი იქ ყველა დავდივარ და ძალიან კარგად შლიან ხოლმე ხელებს იმ ეგრეთ წოდებულ რესტორნულ მუსიკას და არ დაგვავიწყეს რომ რესტორნულ მუსიკამ ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანი და მომღერალი აღმოაჩინა ეს ვითომ თვითონ შეურაცხყოფილა ჯღეს ვაუ რესტორნი არ არის ესე მეგობრო რესტორანი ერთ-ერთი პატარა სცენაა და აქეთ პატარა სცენიდან ბევრს დაუწყია და მე ბევრი გამხდარა დიდი ვარსკვლავის სხვათა შორის რესტორნი და ის რასაც შენ ქალაქურ მუსიკა ეხა გოგიცაბაძე ვინ არის აბა მითხარი რევაზაღიძე ვინ არის ხო აი ქალაქ გოგიდოლიძე ვინ არის აი უყურე სხვა შტამია აბსოლუტურად და ის აბსოლუტურად სხვა ქალაქ მაგრამ რეალურად ორივე რატომღაც ასოცირდება ხოლმე ეხა ჩვენთან რომ ვერასოდეს ქალაქურ სიმღერას თბილისურ სიმღერას ვერ მოსპოვდა ეგ თუ მოისპოს საერთოდ სულად გქონია საქმე ფაქტია მაგრამ თავის განვითარებას ძალიან ნელი ტემპით ახორციელებს, რომ აღარ იწერება ახალი ქალაქური სიმღერები. იმიტომ რომ ის რაც ახალი მაგალითად ქალაქური სიმღერები იწერება, ტექსტითაც კი სიყვარულის ქალაქური სიმღერა არის სიყვარულის შეგრძნება რა. გადმოცემის უნარი, იმიტომ რომ ტექსტი ლექსი არ არის. ტექსტი არის ის რომ მუსიკას კარგად დაემთხოს და შინაარსი გაიგოს და ლექსი არის გარითმული ამბავი და ტექსტი აბსოლუტურად სხვა ტექსტი უნდა ჩაჯდეს მუსიკის პარალელურად რომ ხო იქ ტემპი 1 2 3 1 2 3 და იქ კიდე ლექსს რო წერი იქ მთელი პოემის არის კაცო ჩადებული რა მთელი ამბავი ანუ განსხვავებაა და ახლა რაც იწერება ეგრეთ წოდებული ახალი ქალაქური სიმღერები რა ვიცი ამ გახსოვს რამე ისეთი გადარემიქსებულები უფრო მახსოვთ კაბუბრო გადარემიქსა გახსოვს საქართველოს ამა კარგად მოერკო არც ტექსტი შეუცვლია მუსიკა მელოდიაც არ შეუცვლია შეცვალა ნამატა თავის რეჩიტატივი და გამოვიდა რაღაცა სინთეზურად ძალიან სასიამოვნო მოსასმენი მე სახემ გააკეთა თუ გახსოვს კიდე ხო ანუ ესე იგი რას შვებიან ნახე ისევ ძველს ეპოტინებიან იმიტომ რომ ახალი რამდენიც გაკეთდა არაფერმა არ გაამართლა. ძველი უკეთეს არს. ამ შემთხვევაში ყველაზე მაგრად მუშაობს ეს ანდაზა აი ამ კულტურაზე და კარგად გაკეთებული ძველი ახლის სტილში. დიდხანს რჩება ისე როგორც დღესაც დიდი სიამოვნებით უსმენს ხალხი იმ კაბულ საქართველოს და რა ქვია იმ სახეს იმას თუნდაც თბილისოს და ასე შემდეგ. რა გვაქვს ჩვენ ესეთი რაღაცა, მაგრამ ხა რო გითხრა რომ აი და ჰუი არა არქი ისე ჩინეთს დაუბრუნდა და როდესაც ვიყავე მე დაემთხვა ზუსტად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ რომელი 26 თუ 9 არა 26 მაისი და საქართველოს საელჩომ ჩაატარა საკმაოდ კარგი ლამაზი მიღება და მან საქართველოსთან იყვნენ ჩასული მომღერლები პეკინში ბორის პეკინში კი პეკინში და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ამაღალვებელი და ერთ-ერთი შთამბეჭდავი იყო ჩინელი ბავშვების გამოსვლა
რომლებმაც გასაგები ფონოგრამა არის გაშვებული და ისინი პირს აღებენ, მაგრამ საკმაოდ რიტმში, საკმაოდ ტაქტში, საკმაოდ ზუსტად აღებენ პირს, საუბრობენ. მე მინდა ვთქვა რეჟისორს გაუშვას ეს ვიდეო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 2025 წლის 26 მაისი და ჩინელი ბავშვები ეგ ქართულ სიმღერას სიმღერებთ. ესეთი შთამბეჭდავი ამაღელვებელი იყო ეს არის სახელმწიფო ანსამბლი, ჩინური საბავშვო სახელმწიფო ანსამბლი და ერთ-ერთი სიმღერა მათ რეპერტუარში არის ზუსტად ისე თქვი, აბა რო უყურებდი და რომ ღეროდნენ ახლა უცხოელი რომ ღერის მაინც შენ ცნობილოს არ ქონდა რაღაც სიამაყის განცდა. რასამ ხო გეუბნები ერთ-ერთი ყველაზე ისეთი თბილი და ისეთი ამაღელვებელი მოგონება დამჭა ზუსტად აი ეს დღე 26 მაისი 2025. არა, კარგად გაუკეთებიათ, ყოჩახ, მithumetes როცა ხა რამდენიმე 50 ბავშვი ხო იდგა სცენაზე, ესე ადვილი არ არის, ხო შეიძლება პირის აყოლება ფონოგრამაზე, ეს ბევრს უჭირს ძალიან და ესე პროფესიონალად რო ყვებიან პირი და ემოციით, სახის ემოციით ყვებიან, ეჭვი გამიჩნდა რომ შინე არსით იციან რაზე მეცოდინებთ, ხო, იმაზე რომ ამღერიან ხეებზე მიხვდებიან ახლა ალბათ ხო? არა, ყოჩახ, მართლა კარგი რამე გაუკეთებიათ. მოდი ბესო ჩვენ შენი გადაღებული კადრები. ჩემი გადაღებული ყველაფერი რა ჩვენ გავუშვი ნუ იმის ლაივ კონცერტის გარდა. ხო, აი იმის გარდა და ამჩი ყველა ჩემი გადაღებულებია და მოდი ჩვენ აი ვისაუბროთ უკვე რაღაც ნაწილობრივ შენ მკითხე ხელოვნური ინტელექტია. ხო, მოდი ვისაუბროთ შენ ხელოვნურ ინტელექტზე საკმაოდ საინტერესო თემაა, საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი თემაა. იმიტომ რომ ზოგი ამბობს რომ ხელოვნური ინტელექტი მუსიკაში მე თვითონ შენ იცი რომ ვაკეთებ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მუსიკას ერთ-ერთ სიმღერას მე მოусმენთ ჩინური კადრებია იქ ჩინეთის კადრებია დადებული კლიპზე მოусმენთ აუცილებლად მაგრამ ზოგადად არაერთმნიშვნელოვანი თემა იმიტომ რომ ბევრი ამბობს ზოგი ამბობს უბრალოდ ბევრი რამდენი თავს არის მაგრამ ზოგი ამბობს რომ ხო ეს აფუჭებს ესე იგი მომღერლის თემას მომღერლის საქმიანობას უფრო ძალიან კითხვა რა ხო ზოგი ამბობს რომ პირიქით ეს აძლევს ხალხს შესაძლებლობას იყოს უფრო კონკურენტუნარიანი მომღერალთან მომღერალი აქედან გამომდინარე ტონუში ცდილობს უფრო მეტი რაღაცის გაკეთება და თვით მომღერალსაც კი ეხმარება ძალიან ბევრ რამში პროფესიონალურ მომღერალს ესე იგი თავისი შემოქმედების შექმნაში. რას ფიქრობ შენ? შენი პოზიცია ძალიან ძიმე თემა შემოაგდე ხა შენ და რა თქმა უნდა ფეხის ხმას კი არ უფრო ცოტა ეს ძალიან უხეში ნათქვამია, მაგრამ თანამედროვე მას მიყვება ხა შენ გინდა არ გინდა ეგრე არ არის მიყვებით, ხო? ორივე პასუხში არის ჭეშმარიტების მარცვალი. აი შენ რაც ახსენე. იმათ პასუხშიც და ამათ პასუხშიც არის ჭეშმარიტების მარცვალი. რატო იცი? ალბათ რაღაცას კლავს ვიყოთ ობიექტურები, მაგრამ რაღაცას ახალისებს და რაღაცა ახალი შემოაქვს. ეხლა ამას წინათ ეხლა მე გავახსენე წეგან და ფაქტიურად ეხლა 30 წელს გავხდებით თქო და რაღაცებზე საუბრობდით ამას წინათ, რომ აი ისე შემოვიდა ეს ხელოვნური ინტელექტით ჩაწერილი ხშირ შემთხვევაში ხანდახან მე თუ არ დავაკვირდი მიჭირს ხოლმე უკვე
ყურს კი, ქართულად სხვათა შორის უჭერს აი ხომ ხო, ქართულად უჭერს, ესე იგი ისეთი ასობგერების ჭ, წ, ყს, აი ხმა გამოთქმა და ჯერ კიდევ ვატყობ, მაგრამ დაიხვეწება ეგეც. კი, რა თქმა უნდა, სულ რაღაც რა ვიცი მე არ მგონია ბევრი დრო დაჭირდა. მე რასაც შეეხება ჩვენ დელს ხო და ბოდიში იმის თქმა მინდოდა რომ ცოტა დრო დასჭირდება რომ ეხა ხოსაც და არა კარგიასაც და ცუდიასაც რომ რეალურად დავინახოთ კარგია თუ ცუდია მაგას დრო დაჭირდება ეხა ჩვენ რაც არ ნავიძახოთ კარგია თუ ცუდია მე ჩემი მოსაზრება მაქვს რომ რაღაცაში უფრო მეტად ცუდად მეჩვენება ეგ ვიდრე კარგად იმიტომ რომ აზარმაცებს მაგალითად რა ვიცი აი გეტყვი პირდაპირ მე ჩავწერ ხელოვნურ ინტელექტში პირობითად ვამბობ ვიღაცა თქო სიყვარული, გაზაფხული, ლელო და ამიგე ტექსტი და გამიკეთე მუსიკა. აი უღურე საცდები და სხვათა შორის იმერში საქართველოს მოსახლეობის ნუ ვინც საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე ზუსტად ამაში აი ეხლა განმანათლება შენ მოდი გეტყვი პირდაპირ რომ არც ერთი არ GPT, არც Gemini, არც ჩინური DeepSeek, არც ერთი ხელოვნური ინტელექტი ვერ ქმნის ქართულად ლექს. ლექს ვერ წერს. რითმაში ლექს ვერ ქმნის ეს ერთი მოთხრობებს წერენ და ლექს ვერ მოთხრობები კი ბატონო მაგრამ რითმაში ხომ უნდა იყოს ეს ლექსი კი ხო ლექს ვერ წერს ეს ერთი მეორე რაც შეეხება ის გეხმარება რეალურად რაში მუსიკის გაკეთებაში მუსიკის გაკეთებაში, მაგრამ თუმცა ეს იმას არ ნიშნავს. ტექსტს საიდან მიიღებ აბა? ტექსტს მე თვითონ ვწერ ლექსებს. ანუ აი ახლა რასაც მოვუსმენთ, ჯერ მოვუსმენთ ჩინურ ესე იგი ხელოვნური ინტელექტის ნამუშევარს, მაგაზე ვისაუბრებ, მე გადავალ ჩვენს იმაზე და ხო, მე მუსიკაში შლი ჩვეულებრივად როგორც ხდება ეგ სტუდიაში, ნუ მე პირადად მასე ვაკეთებ. შლი ჩვეულებრივად ტრეკება, ცალკე გიტარა, ცალკე ფორტეპიანო, პიანინო, ცალკე ისე. ხო, იმიტომ რომ ყველა ინსტრუმენტი რასაც ხელოვნური ინტელექტი გაძლევს. ჯგუფასო Gemini აბა მიდიაიძე შეერდეს. არა, არ არის კვირები ხანდახან კვირები დამჭირებია და იმაში რა თუნდაც წუხელ აგერ ვაკეთებდი და დილის 4 საათზე დავიძინე ვაკეთებდი ერთ-ერთ ახალწლის სიმღერას ვარ შორის და ისა შლიჩო ზოგი ინსტრუმენტი ზედმეტი ზოგის პირიქით დამატება გჭირდება შენებრივად ხო როგორც ხდება მე დაბალანსება გინდა რომ ხმა დაბალანსებული იყოს მასტერინგი და ასე შემდეგ ჩვეულებრივი მუშაობა მიცახოს შეიძლება მაშინ რა გამოდის რომ ის არის რომ ცოცხალი ადამიანი არ ვღერი და გეხმარება რომ შენ არ გჭირდება ცალკე გიტარისტი ცალკე ვოკალისტი ცალკე მომღერალი არ გჭირდება არ გჭირდება ჩვეულებრივ შეგიძლია გააკეთო და მეგას რაც შეეხება აი მოусმენთ ჩვენ ესე იგი ჩინური ხელოვნური ინტელექტური კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოშვებული საკმაოდ პოპულარულია ჩინეთში მაგასაც ყავს აქვს არ ვიცი ახლა მილიონობით გამომწერი სოციალურ ქსელებში ლუია ქვია ერთ-ერთი ჩინური კომპანიის პროექტია ნახე როგორ გაჭედი ყავს თუ აქვს ვეღარ გაიგე რა თქმა და ხო და რას ვამბობდი რომ ეს ლუია ხელოვნური ინტელექტის ანუ ვირტუალური არტისტი ეგრეთ წოდებული ანიმაციური ანიმეს სტილში არის გაკეთებული ვარდისფერი თმებით და იმას აქვს აღებული კულტურული დაჯილდოების ჩინეთის კულტურის დაჯილდოების 3 ჯილდო აქვს აღებული ხელოვნურ ინტელექტს 3 დაჯილდოები და ხო არ არის სანამ მოусმენთ ხო არ არის დრო რომ მეგაზეც შემოვიდეს არის ბორის აი ვერ შეგეწინააღმდეგე პირდაპირ გეუბნე რატო იცი თავიდანაც ხა 90-იანი წლების ბოლოს რომ მეგატარდებოდა ისე აღარ ტარდება 2000-იანი მიკერდა რომ 21 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს მეგა და ბევრი რაღაცა შეიცვალა ხო არ საერთოდ არ გამოურიცხავ რა ეხლა მომავალ წელს 2026 წლის მეგაზე ეს ნომინაციაც ალბათ უკვე დრო მოვიდეს რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ იმიტომ რომ იმდენი ასარჩევია მე რაც ვიცი ხო ამ ხელოვნური ინტელექტის ჩვენ მივყვებით მეგა ყოველთვის იყო ფლაგმანი დროის მივყვებით ამ ყველაფერს გაიგეთ ალბათ მოგვიწევს ცუდი სიტყვა კარგი მოდი მოვუსმინოთ ლუიას ჩინური ხელოვნური ინტელექტი ლუია ნახოთ აბა რა შემოგთავაზებს 一直是让那爱哦好像在天空的云层它是否也有伤痕但它看到了彩虹你贴着我低声的温暖我情绪有低落也会在我的左右往前走不要退后我等待你
雾之中落下的那道微光，像踏过荆棘翻越过一层一层围墙，只要有你在我身旁，哪怕在黑暗中流浪。我看见迷雾之中落下的那道微光，当凌波大雨穿越过无数狂风巨浪，只要有你在我身旁，未来就不再是孤独的远方。ხო, მღერის იმაში რომ ანუ აზრი ამ სიტყვების არის რომ ესე იგი ხელოვნურ ინტელექტსაც შეუძლია სიყვარული, ასე ქვია, სიმღერას თუ არ ვწდები. ხო და ყავს კი მილიონობით გამომწერი ჩინურ TikTok-შიც, ჩინურ YouTube-ზე, ბევრ სოციალურ ქსელებში, ბევრ სოციალურ პლატფორმაზე. რა საინტერესოა, ხელოვნურ ინტელექტსაც შეუძლია სიყვარული. ხა პაუზის, მუსიკალური პაუზის დროს ნუგზარ კვაშალმა დამირეკა და თავარია სამერამე ქვეყანაზე ხო გახსოვს სიყვარული, სიკეთე და სილამაზე. სიკეთე თუ შეუძლია, ამაზე კი იყო ხა ის ნახატი ანიმაციური. ჩვენ ხუმრობთ, მაგრამ რეალურად რაღაცა ძალიან მოკლე პერიოდში ალბათ ყველაფერი ჩვენი ყოველდღიურობა გახდება თუ არ არის უკვე გამختارება. კი, რა თქმა უნდა, მე ვიხსენებ, უბრალოდ დავიწყე მუსიკის გაკეთება, მაშინ არ მღეროდა, ხმა ვოკალი არ ქონდა, ხელოვნურ ინტელექტს მუსიკას აკეთებდა. მარტო და ეს იყო სულ რაღაც 2 წლის წინ. და 2025 წელი მთავრდება და აგერ ამხელა უცებ გადახდა დიდი ნახტომი გაკეთებულია. თუმდაც 24-ში გავაკეთე პირველი სიმღერა, სადაც უკვე ხელოვნური ინტელექტი. სახელები ამას რა ქვია მგოგოს ახლა? ლუია. შენსაც რა ქვია? ჩემსაც ქვია ბორის M. ბორის M. კი. დუეტი ჩაწერინე. ხო. აი, ცუდი აზრი სხვა. კოლაბორაცია, საერთოდ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და არის კონცერტიც აქვს ჩატარებული. ლუიას კონცერტი აქვს ჩატარებული, ისევ და ისევ საავტორო უფლებების და გამო ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ არის ჰოლოგრამებით გაკეთებული და დარბაზში ცოცხალი ხალხის და ჰოლოგრამებით ბილეთი იყიდა და ჰოლოგრამებით გაკეთებული არის რა საინტერესოა, აი ძალიან 22 საუკუნეში არიან ჩინელები უკვე მაგ მხრივად წინ წაიწიეს და ჰოლოგრამა უკვე ისეთი. მე მგონი ჩვენთანაც შემოდის ჰოლოგრამული საქართველოშიც იყო რამდენიმე სხვა შორის პროექტი, სადაც მქონდა მე ჰოლოგრამა სცენაზე ვიღაცის ისამონელს აღარ მახსოვს. ძალიან საინტერესო მექანიზმია ეგ და ხა წარმოიდგინე კონცერტი წარმოვიდგინე უცებ რა ხელოვნური ინტელექტი კონცერტს ატარებს და ხალხი ჩაოლებრად იქ ტაშს უკრავს. ჩაოლებრად კი. და საკმაოდ საინტერესო სანახავი იყო უყურე მე. მოკლედ მეგას მომავალ მეგაზე ხა წლის ბოლოს სტარდება ხოლმე შენ მოგეხსენება მეგა მომავალ მეგაზე რაღაცების გათვალისწინება ჩვენ უკვე მოგვიწევს ნომინაციებში წარდგენა იქ ბორისის, ლუის და მეების რა ქვია სხვა. კი, ბევრია სხვა შეიძლება მე რასაც უყურებ საკმაოდ ბევრი ანუ კონკურენციაც კია უკვე. კონკურენცია ხელოვნურ ინტელექტს ვინც ვაკეთებთ ხო ჩვენ ამას საკმაოდ დიდი კონკურენცია ამაში და ჩინეთი არის ერთ-ერთი ფლაგმანი ჩინური კომპანიები არიან ერთ-ერთი ძირითადები რომელიც ეხმარებიან გინდ ვიდეოში, გინდ აუდიოში, ესე იგი ჩინური საიტები, ჩინური ძალიან საინტერესოა და ხო ამდენი ვილაპარაკეთ ბორისემზე ვილაპარაკეთ და მოდი მოვუსმინოთ ერთ სიმღერას ერთ სიმღერა სხვა შორის ჩინეთის კადრებზე არის აწყობილი კლიპი ტექსტი აქვს ჩემი დაწერილი ჩინეთში ქართულად არის კი ჩინეთში დავწერე რომ ვიყავი M7-ის გამოსში დავწერე ეს ლექსი და გავაკეთეთ ესე იგი გავაკეთე ეს ვიდეო მოვუსმინოთ ჩავხოთ ჩერდება მიფრინავსლები შენ გიღრმად გულში კვლავ ბავშვი რჩები გიყვარს ალალა იცინი გულით თვალების სავსე გახსი ხარულით ხან გამიცინე ხამებუტები მე გიგვერდი თუ არ დაგეხუტები შენ მუდამ მაძლევს სიცოცხლის სურვილს
შენ ხარ ცხოვრების სხივი ნათელი ჩემი ანი ხარ დასახვარელი შენი თვალები ღია ცისფერი გოცნო არ მინდა სხვა არაფერი ხან გამიცინე ხან მებუთები მე კი გვერდით ვარ დაგეხუტები შენ მუდამ მაძლევს სიცოცხლის სურვილს და ვერ ვიშორებ ამბაგის ხურვილს ხან გამიცინებ ხან მებუთები მე კი გვერდით ვარ დაგეხუტები შენ მუდამ მაძლევს სიცოცხლის სურვილს და ვერ ვიშორებ ამბაგის სკურვილს ხან გამიცინებ ხან მებუთები მე კი გვერდით ვარ დაგეხუტები შენ მუდამ მაძლევს სიცოცხლის სურვილს და ვერ ვიშორებ ამბაგის სკურვილს ეს ხან გავიცინებ ხან გავჩუნდი ხან მებუტები ბორისემის მაყურებლის გასაგონათაც ალბათ მაყურებელი რო უსმენდე ხარ ამ ბიჭის ასაკი დაახლოებით 35 წლამდე 30-35 წლამდე იქნებოდა რეალური ადამიანი რო ყოფილიყო ხო ხო დაახლოებით ძალიან საინტერესო დუეტი გამოვიდოდა ბორიას და ლილუ თუ რა ქვია ლუისის დუეტი იფიქრე შენ მაგას იქნება მეგაზე დუეტის კი წარმოადგინოთ რა იცი შენ და ჩინელებსაც გაუგზავნოთ ერთი თავისი კუთვნილი წილი ჯილდო და ეგ იქნება საინტერესო მართლა საინტერესოა ხუმრობა იქით იყოს და ისე ვითარდება ტექნოლოგია ხა უსმენ ხო ჩვეულებრივი მუსიკა კაცით გაზღერის ხა შენ ვარ თქვა რომ ხელოვნური ინტელექტი მე ვერც გავიგებდი ხო და არის სხვა შორის რაღაც მონაკვეთებში სადაც უჭერს აი ყე ჩემ ხმას ახმარხოლმე და ასწორებს ანუ ასე რომ თლად ბოლომდე ისე არა დიდ შრომას რომ მოითხოვს ფაქტია და უკვე ეთყობა იმას რა ქვია თვითონ ამუშევასო შენ ბოლოში კიდე ერთ სიმღერას გავუშვებ ახალ სიმღერას მაგრამ მანამდე ხელოვნური ინტელექტით არის ისიც ხელოვნური ინტელექტით სხვა შორის ჩემს არღზადებს და 1,600,000 ნახვა აქვს აი იმ სიმღერა რომელიც ახლა გავა შემდეგ გავა მიდის წელი ქვია მაგრამ ეს ბოლოს მიულოცოთ ამით მაყურებლებს ახალი წელი მანამდე კიდე მოდი ვისაუბროთ დავამთავროთ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა სულ რამდენიმე 2 წუთი დაგვრჩა ჩვენ ეთერისთვის და მოდი შევაჯამოთ საბოლოო ჯამში. აი შენ როგორ ფიქრობ? შეგვიძლია რა შეგვიძლია ჩვენ გადმოვიღოთ კარგი სასარგებლო ღირებული და ღირსეული ჩინეთისგან საქართველოში და რა შეგვიძლია ჩვენ საქართველოს მივცეთ კი პასუხი, აი რითაც დავიწყეთ ჩვენ გადაცემა, ალბათ იმითვე უნდა დავამთავროთ, რომ პარალელურ რეჟიმში გარდა იმისა, რომ ჩინეთი ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაში ერთ-ერთი პირველია და აგერ ხელოვნური ინტელექტით ვარსკვლავებს ქრის და კონცერტებს ატარებს, ხო? არ კარგავს იმ რეალურად ხელმოსაკიდს და ფიზიკურად ხელს რომ მოკიდებ ისეთ ტრადიციების ხარისხს. არ კარგავს, ხო? ის თავისი ადგილი აქვს იმ ძველ ნამდვილ ტრადიციებს და რა ქვია, ხელოვნური ინტელექტის ახალი ტრადიციები ახლა იწყება. ხო ახლა იწყება ფაქტობრივად გუშინ წინ დაიწყო ხო პირობითად და ის საუკუნეები არსებობს და ამას არ კარგავს ალბათ ამაში უნდა ალბათ არა ამაში უნდა მივბაზოთ ჩვენს რომ პარალელურ რეჟიმში როცა აი გასოს ერთი პერიოდი რო იყო ხოლმე რომ რემიქსები იქნება ახალ შექმნილი რემიქსები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ძველი დაივიწყო და ძველი გააფუჭო ის ვინც არ გინამღერე ხა თემურ ციკლაურის სიმღერა ვისაც გინამღერე იმაზე მაგრამ ხო ვერასოდეს ვერან ვერ იმღერე ის ხო ხელშეუხებელი უნდა იყოს და დარჩეს ეხა აგერ იმანდამირეკა თქო კვაშალმა ამაძე მაგრად მაინც ხო ვერ შეასრულებს ორ ჯუჯას იმაზე წვიმა იყო გადაიღოს ისა ხელოვნური ინტელექტი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ
არ შეიქმნას ახალი, თქვა ბავშვებისთვის რაღაცა ახალი დუეტი, თუნდაც ბავშვებისთვის რა. აი ამაში უნდა მივბაძოთ ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში ჩინელებს, რომ არ ივიწყებენ ძველ ტრადიციას, ძველი როცა დაგავიწყდება, შეიძლება დარწმუნებული ხარ, რომ ის ახალი ჩემი თვალთახედვით, ჩემი გადმოსახედა, მაგრამ მე მგონი არ ვწდები. ესეა, არ ვწდები ნამდვილად ესე. ხო, არ გამოვა ეგრე, იმიტომ რომ ძველი ტრადიციები ახალს ასაზრდოებს რაღაცეები, თუნდაც ინსპირაცია ბევრი ძველში, ახლისთვის რო გამოიყენო, ძალიან ბევრი. ხო და ჩვენ რა შუნა მოგვაძოს ჩინეთმა, რა ვიცი მე. მაგი ცოტა დასაფიქრებელი ამბავია. კარგი. დიდი მადლობა ბესო, მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ მოხვედი ჩვენს გადაცემაში, შევახსენე ჩვენ რადიო მსმენელს, ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ბესო ჩუბინიძე და ბოლოს გავუშვათ ერთ სიმღერა მიდის წელი, მე მინდა ჩვენს რადიო მსმენელს, ჩვენს ტელემაყურებელს და განსაკუთრებული სიყვარული ჩვენი გადაცემის სულის ჩამრელს ბატონ ბადრის მივილოცო დამდეგი ახალი წელი ზუსტად ამ სიმღერით და ჩავთოთ და დავიმშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს, გიტოვებთ სიმღერას და გემშვიდობებით გილოცავ დამდეგ გამძამდებოდეთ მშვიდობიანი ახალი წელი გქონოთეს. უკვე მიდის კიდევ ერთი წელი, მან გულის გამთელება მასწავლა, არანათელი არ შეცვლილა ბნელით, მომიწია ბეწვის ხიდზე გავლა. ვისწავლე ჩემი თავის აწყობა, თავიდან დავსხვეული ნაწილებით, მაგრამ დადებითი განწყობა, ცუდზე მე შემქონდა გაცილებით. უკვე მიდის კიდევ ერთი წელი, მან გულის გამთელება მასწავლა, არანათელი არ შეცვლილა ბნელით, მომიწია ბეწვის ხიდზე გავლა. თურმე ერთ გული არ ყოფილხარ და წასვლა არჩია დარჩენას, ძალიან მდგიოდა ბევრჯერ, მაგრამ წელს ვისწავლე ხალხის გარჩევა. უკვე მიდის კიდევ ერთი წელი, მან გულის გამთელება მასწავლა, არანათელი არ შეცვლილა ბნელით, მომიწია ბეწვის ხიდზე გავლა. უკვე მიდის კიდევ ერთი წელი, მადლობა რომ ძლიერი გამხადა, არანათელი არ შეცვლილა ბნელით, მან ყველაფერს ბარდა ახადა. ვისწავლე ჩემი თავის აწყობა, თავიდან დავსხვეული ნაწილებით, მაგრამ დადებითი განწყობა, ცუდზე მე შემქონდა გაცილებით. უკვე მიდის კიდევ ერთი წელი, მან გულის გამთელება მასწავლა, არანათელი არ შეცვლილა ბნელით, მომიწია ბეწვის ხიდზე გავლა.